საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენა დღე მეორე. ორთოდონტიის და პაროდონტოლოგიის სექცია. უამრავი გამოცდილი, ავტორიტეტული სპიკერი და ახალგაზრდა მსმენელი, სტაჟიანი სპეციალისტები და დამწყები სტომატოლოგები. დღესაც ყველა ის ადამიანია თავმოყრილი, ვინც ქმნის საქართველოში სტომატოლოგიის დღევანდელ დღეს და შექმნის მის ხვალინდელ დღესაც. დღევანდელი დღე აღნიშნული ღონისძიების ეძღვნება ორთოდონტიულ ნაწილს, რაც ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ყავს საინტერესო კოლეგები, ჩვენი მეგობრები და ყველაზე მეტად ისმახარებს, რომ აღვხედავ მე ახალგაზრდა დამწყები სპეციალისტების და ასევე რეზიდენტებისა და სტუდენტების სიჭარბე. ვინაიდან ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც სწორედ ის არის, რომ ჩვენ მათ გაუზიაროთ ჩვენი კლინიკური кейსები, ჩვენი გამოცდილება და მიხარია, რომ ესე მხურვალედ მიმდინარეობს ეს ყველაფერი. დღეს არის ქართველი სტომატოლოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ყველა დარგის სტომატოლოგს აქვს სექცია, სადაც შეუძლია რომ უფასოდ დაესწროს და მოусმინოს დარგის წამყვან სპეციალისტებს, ნახოს მათი კლინიკური პრაქტიკა და გაეცნოს იმ თანამედროვე გაიდლაინებს, რომლებიც ამ დარგში არის მიღებული. დღეს მივიმყოფებით ივენტზე, რომლის ანალოგიც პრინციპში შემიძლია თქვა, რომ ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში არასდროს არ ყოფილა. ეს არის დიდი მიღწევა და თან დიდი გამოწვევა ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ ძალიან რთულია შეასრულო და თავი მოუყარო ამდენ კვალიფიციურ ადამიანს, ჩამოიყვანოს სტუმრები, გააკეთო ორგანიზება ისეთ მაღალ დონეზე, როგორ მაღალ დონეზეც ტარდება დღეს და სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა დამწყები სტომატოლოგებისთვის კონფერენციების მოწყობა, რომელზეც ხელი მიუწვდებათ აბსოლუტურად უფასოდ და ხელი მიუწვდებათ ისეთ ცოდნაზე, რომლის მოგროვებასაც, სწავლასაც სხვა ექიმებმა მოანდოვეს რამდენიმე ათეული წელი შეიძლება თამამად ითქვას, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არ არის უბრალოდ გამოფენა და გაყიდვა, ეს არის ცოდნის სამაღლებისთვის მიძღვნილი 3 დღე. ასე რომ ეს არის კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცვლა და რა მიმართულება გვექნება მომავალში. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ტრადიციულად გვთავაზობს ძალიან საინტერესო ფორმატის დღეებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პროფესიული განვითარებისთვის. ეს 3 დღე დაეთმოს სტომატოლოგიის აქტუალურ თემებს, კონფერენცია ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კონფერენციასთან ერთად მიმდინარეობდა საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა პროდუქციის ნახვა დამსწრე საზოგადოებისთვის. ესეთი დღეები ძალიან უწყობს ხელს დარგის განვითარებას, სადაც კოლეგები ერთმანეთს უზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას, ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს. ეს ძალიან დიდი საჩუქარია ჩვენთვის სტომატოლოგებისთვის, ერთ სივრცეში გამოფენა, საინტერესო ლექციები, მასტერკლასები, საინტერესო სპიკერებთან ერთად ვეცნობით სხვადასხვა ახალ ტექნოლოგიებს და ეს არის ძალიან დიდი და საინტერესო როგორც ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, ასევე უკვე გამოცდილი სტომატოლოგებისთვის. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა სტომატოლოგია მხოლოდ კბილის მკურნალობით შემოიფარგლებოდა. დღეს უკვე სტომატოლოგია ის მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, გარეგნობას, თვითშეფასებას და ცხოვრების ხარისხს ერთდროულად ეხება. ეს არის სფერო, სადაც ყოველდღიურად იბადება ახალი ტექნოლოგიები და შესაძლებლობები, რომლებიც გუშინდელ სტანდარტებს ცვლის. დღეს საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური ფორუმის ფარგლებში იმართება პაროდონტოლოგთა სალექციო სესია. მე როგორც საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის პრეზიდენტი ვარ ძალიან ამაყი, რადგან ჩვენი საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოებას გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას და კლინიკურ შემთხვევებს.
ნამდვილი საჩუქარი ქართული სტომატოლოგებისთვის. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ორგანიზებას უწევს ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას. ერთ სივრცეშია განთავსებული საგამოფენო სივრცე, პროდუქცია სტომატოლოგებისთვის. სხვადასხვა სახის კომპანიები გამოდიან თავიანთი პროდუქციით და გარდა ამისა არის სალექციო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის სრულიად თავისუფალი, ყოველთვის ხელმისაწვდომი. ყველა სტომატოლოგს შეუძლია მოვიდეს, მიიღოს მონაწილეობა გამოფენაში, მიიღოს მონაწილეობა სექციებში, სხვადასხვა თემატიკის ქვეშ გაერთიანებულია რამოდენიმე სექცია, ეს ეხება როგორც ორთოპედიულ, ასევე თერაპიულ განხრას, ასევე არის ორთოდონტიული სექციაც, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველ წელს განმეორდება და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ინტერესი იქნება ამ ორგანიზაციის და ამ ღონისძიების მიმართ. ციფრული დაგეგმიდან კლინიკურ შედეგამდე, შესაძლო კომპრომისები ორთოდონტული მკურნალობის დროს, ბრეკეტები ორთოდონტული მკურნალობისთვის, გრძილის რეცესიის მკურნალობა, პაროდონტის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და ჰიგიენა, კბილის ყელის არაკარიესული დაზიანებები. ასეთი გახლდათ მოხსენებების ის არასრული ჩამონათვალი, რომელიც აუდიტორიის წინაშე გაკეთდა. მინდა აღვნიშნო, რომ სალექციო ნაწილზე დასწრება არის უფასო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ შესაძლებლობისთვის ორგანიზატორებს, რადგან საზოგადოებას მივაწვდით ხარისხიან და ძალიან მაღალი დონის ინფორმაციას. მეც ვარ ბედნიერი, რომ პაროდონტოლოგიის სექციაში ასევე წარმოვადგენ ჩემს მოხსენებას და ჩემს კლინიკურ შემთხვევებს, რომლებიც ეხება გრძილის რეცესიას და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. დღეს არის ასევე ძალიან დიდი გამოფენა, სადაც ექიმებს შეეძლებათ ნახონ სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია და ფასდაკლებებითაც ისარგებლონ. ასე რომ ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ დიდი ღონისძიების მონაწილე და ძალიან დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს. ახალგაზრდული სექციით წარმოდგენილი ვიყავით რადიქსის ახალგაზრდული ფრთა. მონაწილეობას იღებდნენ რადიქსის ახალგაზრდული ფორუმის ყოფილი გამარჯვებულები და მონაწილეები. ჩემთვის როგორც რეზიდენტისთვის ძალიან საინტერესო იყო ამ 3 დღის განმავლობაში ამ კონგრესზე დასწრება და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ძალიან ბევრ საინტერესო მსგავს პროექტებს შემოგთავაზებთ. ყველა ლექცია ახალი გამოცდილებაა. ყველა დისკუსია ახალი იდეების გენერაციის წყარო. ყველა შეხვედრა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი ერთად კი GIDS-ი, საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენა 2026. This symposium is one of the first symposium that I attending, and I think it's very important to start a good relationship between professionals, dental dealers, and of course dealers and industries. The education cannot avoid the possibility to use the tremendous tool that is artificial intelligence. And the industries are very close to the profession, and this is one of the next future that we are going to reach very, very soon. I'm very happy to be at this organization, the one that was made by the Georgian Dental Association, together with the Radix Group as well. I've learned a lot at this conference and the organization. There were many students talking about different things. We were all sharing information on different topics, and we're very happy that this organization has come to Georgia as well. And I'm very grateful. We've learned a lot. We've interacted with other people as well, and everything has gone great. And I'm very happy to have shared also my own presentation regarding my own topic as well, and hopefully we've all learned something at the conference, and it looks great. Everybody's here. მოხარული ვარ კიდევ ერთხელ რომ დავესწარი და მონაწილეობა მივიღე ამ კონფერენციაში. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას, განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან გოგილაშვილს, რომ აი ესეთი დღეები გვაჩუქა, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება როგორც პროფესიული ზრდაში, ასევე ახალი ინოვაციების შესწავლაში. ესეც საქართველოს თავის მასშტაბით უპრეცედენტო საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენის მეორე დღე. წინ თავის შინაარსით არანაკლებ დატვირთული მესამე დღე გველოდება. ასე რომ სტომატოლოგიის დღესასწაული გრძელდება. შეხვედრამდე.